პირველ რიგში მინდა რომ დღევანდელი დღის შეფასებით დაიწყოთ. როგორ ფიქრობთ, ჩააბარა თუ არა ოპოზიციამ? აი მოცემულობიდან გამომდინარე დღეს რაც გვაქვს სახეზე. ღირსების ტესტი ჩააბარა თუ არა ოპოზიციამ? რა ხდება ამ ეზოში და რა ხდება აი შენობაში? ვიარეთ ოკრობ-ოკრო გზებით და მოვედით დღემდე ერთობით. მიუხედავად გარკვეული სხვადასხვაობისა, მიუხედავად არასასიამოვნო გამოხდომებისა, ჩვენი კოლეგების მხრიდან ერთმანეთის მიმართ, რაც უნდა აღიკვეთოს და მომავალში აგრძელდეს, მაინც მიზანი არის მთავარი და ეს მიზანი შესრულდა, ხო? არც ერთ ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა, მით უფრო არც ერთ ოპოზიციურმა პარტიამ ხელი არ მოუწერა ოლიგარქს მოპარული არჩევნების დაკანონებას. არ მოუწერა, არ გაუფორმა ის რაც მოიპარა ბიზინა ივანიშვილმა, ჩვენ მივიღეთ არა ერთპარტიული პარლამენტი, არამედ ერთი კაცის პარლამენტი. და მე დარწმუნებული ვარ, ვერ წარმომიდგენია ეს სურათი, როგორ შეიძლება 2 ან 3 დეპუტატი ვინმე აღმოჩნდეს ისეთი ოპოზიციიდან, ოპოზიციური პარტიების რიგებიდან, ვინც შევა და 90 ადამიანი რომ მუდმივად იქით ისხდებიან, სანამ ეს პარლამენტი არსებობს, აი ერთი კაცის პარლამენტი და დიდი დღემას არ უწერია და აქეთ იჯდება 2 ან 3 ადამიანი. ეს სურათი ვერ წარმომიდგენია, უბრალოდ არ არსებობს, ამის გამკეთებას ვერ ვხედავ. ვერ თავზე გაქვთ გამოცდილი. ხო, ამოიდგინეთ რომ თქვენ იყავით მარტო და მთელი ბიძინა ივანიშვილის უმრავლესობა იყო ამ ერთი ადამიანის პირისპირ, როდესაც თქვენ მოგიხსნეს. ხო და ვერ წარმომიდგენია, ხო და აი დაახლოებით ეხლა აი ეს სურათი მიდგას თვალწინ. ოღონდ იქ იქნება მე იქ რომ ვიჯექი, მე გძნობდი საზოგადოების ხარდაჭერას. მე გძნობდი წარმოუდგენელ საზოგადოების ხარდაჭერას, ხო? ყველას მხრიდან. და ეხლა იქ ვინც დაждდება ამ კონტექსტში ის არა თუ ხარდაჭერას იგრძნობს, არამედ რბილად რომ ვთქვათ, ზურგში აქცევს ყველა იმ ადამიანს თუ ადამიანებს. ამიტომ მე ეჭვი არ მეპარება, რომ არც ალეკო ელისაშვილი ეჭვი არ მეპარება და არც ლევან იოსელიანი ამ პარლამენტში არ შევლენ. მათ უბრალოდ თავიანთი ასე ვთქვათ, ხედვები ასე წარმოაჩინეს, როგორც წარმოაჩინეს, სხვა არხი საკომუნიკაციო არჩიეს საზოგადოებას და მაგრამ მე რო ეჭვი მეპარებოდეს, რომ ანალეკო ან ლევანი ამ პარლამენტში შევა, ბუნებრივი ამ განცხადებას არ გავაკეთებ. ნუ რესპუბლიკური პარტია არის ჩვენი პარტნიორი პარტია ჯერჯერობით, რატო ამბობ ჯერჯერობით, იმიტომ რომ რა თქმა უნდა თავში დავნიშნო არც ხათუნა სამძეზე და ასთავან კროზაიაზე ეჭვი მეპარება ისე რომ შევლენ ღმერთო დამიფაროს ეს ვიფიქრო, მაგრამ ძალა ერთობაშია გაერთიანებული ოპოზიციის ბლოკმა მიიღეთ სხვა გადაწყვეტილება, რესპუბლიკურ პარტიამ მიიღო აბსოლუტურად სხვა გადაწყვეტილება, რაც დობას რბილად რო თქვა არ აღრმავებს. მე მგონია პირიქით ხდება, ხო? უბრალოდ განცხადება, რომელიც რესპუბლიკურ პარტიამ გაავრცელა, რა თქმა უნდა არის მისაღები, უბრალოდ განსამარტი არის რა. იქ წერია რომ იცით რა პროცესი სანამ მოლაპარაკებების გრძელდება, ხო? მანამ ჩვენ არ მიმართავთ განცხადებით შესაბამის უწყებას. ანუ მე მქონდა ცდილობა დავკავშირებოდი დღეს რესპუბლიკურ პარტიის წევრებს, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა, სანამ აქ მოვიდოდი, მათ უნდა განმარტონ. ეს ბუნდოვანება არ უნდა დარჩეს და სიცადეა შესატანი. ანუ მოლაპარაკება 3 თვით რომ გაგრძელდეს, 2 თვით რომ გაგრძელდეს, ისინი დეპუტატებად რჩებიან. ამ განცხადებაში ეს იკითხება, რომ პროცესის დასრულებამდე ისინი არიან მოლოდინის რეჟიმში. ყოველ შემთხვევაში თქვენს პარტნიორებსაც არ გაქვთ ჯერ ამაზე მკაფიო პასუხი და ჯერ არ იცით საბოლოოდ. არა, მე ეჭვი არ მეპარება, არ შევა არც თამარი და არც ხათუნა, უბრალოდ ის რაც მათ გააკეთეს, ეს დობის გაღრმავებას ხელს არ უწყობს და ამაზე ვისაუბრებთ ჩვენ შესაბამის ფორმატში და მივიღეთ გადაწყვეტილებებს. ეხლა თუ პარტნიორობა არის, ხო, როდესაც ბლოკი იღებს ერთ გადაწყვეტილებას, შენც უნდა დაეთანხმო ამ გადაწყვეტილებას, ვინაიდან უმრავლესობით არის. მე მახსოვს იყო ძალიან აქტიური, როდესაც მას გამოქონდა თავად არჩევნების მე შეიძლება არ ვეთანხმებოდი ალეკო ელისაშვილს და ლევან იოსელიანს, რომელთაც მიუხედავად არასასიამოვნო, ასე ვთქვათ, კრიტიკისა, რომელსაც ადგილი ჰქონდა მათი მხრიდან სხვა ოპოზიციონერების მიმართ, მე მათ პატივს ვცემ, იმიტომ რომ ელემენტარულად ურთიერთობა მაქვს ამ ადამიანებთან და მინდა რომ ეს ადამიანები იყვნენ კონცენტრირებული ჩემთან ერთად, სხვებთან ერთად შედეგზე და ორიენტირებული შედეგზე, მაგრამ მისაღებია მათი პოზიცია, ბუნებრივია, მაგრამ როდესაც შენს პარტნიორზეა საუბარი, რომელიც არის ძალა ერთობაშია ბლოკის წევრი და ბლოკი იღებს ერთ გადაწყვეტილებას და შენ უბრალოდ არცელები განცხადებას, რომელიც მიუღებელი არის ბლოკისთვის, ეს რა თქმა უნდა მოითხოვს განმარტებებს და თანამშრომლობა ასე
ალბათ ვერ გაგრძელდება ამაზეც იქნება მსჯელობა. პარტნიორობა იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერში ერთმანეთს დავეთანხმოთ. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს ამას, მაგრამ ყველაფერია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. ხო, მაგრამ როდესაც იცით რა, კოლექტიურად გადაწყვეტილებას ვიღებთ, ხო? და ყველანი ვამბობთ, რომ ჩვენ ვიქცევით ასე და პარტნიორი პოლიტიკური პარტია ჩემთვის ბუნდოვან განცხადებას ავრცელებს, სადაც უბრალოდ იკითხება, რომ ჯერჯერობით ისინი შეიძლება არც კი ფიქრობდნენ განცხადების შეტანას, სანამ მოლაპარაკებები არ დასრულდება, ეს ჩვენთვისაც მიუღებელია და პარტიისთვის, პარტია ნაციონალური მოძრაობისთვის არის მიუღებელი, იმდენად ამდენადაც ეს ეხება პოლიტიკურ პარტიას. მე მაგალითად დავინახე სერიოზული დეფექტი ჩვენ შორის ურთიერთობისას, ასე უბრალოდ ვერ გაგრძელდება ურთიერთობა, დარწმუნებული ვარ. და ბატონო ნიკა მაინტერესებს, პოლიტიკური ზემოქმედების რა ბერკეტები რჩება ოპოზიციას ბიძინა ივანიშვილზე და ხელისუფლებაზე? ანუ ახლა რა ფორმატით გაგრძელდება მოლაპარაკება და ფიქრობთ თუ არა, რომ ეს არის ბერკეტების გაძლიერება, რომ რა თქმა უნდა, დღევანდელი დღე უკვე ნიშნავს, რომ სხვა ეტაპზე გადავედით ბრძოლისა. სადაც სამოქალაქო პროტესტი მძლავრი გაგრძელდება, პარალელურად სანამ საჭიროება არსებობს მოლაპარაკებისა, ეს მოლაპარაკება რაც არ უნდა ეცადოს ხელისუფლება, რომ მოლაპარაკების პროცესი ჩაშალოს, ბატონი კობახიძეს უკვილო და უადგილო ასე თქვა ჩატარებული პრესკონფერენციებით ოპოზიცია უარს არ ამბობს მოლაპარაკებებზე, მაგრამ ეს მოლაპარაკებები უკვე მიიღებს შემდეგი ხასიათის შინაარს, რომ უკვე მკვეთრად იქნება დაფიქსირებული მოთხოვნა, რომ ან ატარებ ახალ არჩევნებს ქვეყანაში, რომელიც გვესახება ერთადერთ გამოსავლად კრიზისის დაძლევისა, ან კი ბატონო, ყველაფერზე პასუხისმგებელი ხართ თქვენ. და როდესაც ყველაფერზე პასუხისმგებელი არის ქართული ოცნება, ის უნდა ხვდებოდეს, რომ ამ ქვეყანაში კი ბატონო, ისინი არიან ერთკაც დამორჩილებულები, მაგრამ ცხოვრობს უამრავი სხვა ადამიანი, რომელიც მათ არ ეთანხმება და არ დაუხრის თავს და ქართველი ხალხი თქვი და გავიმეორებ, როგორც სუვერენული ხალხი აუცილებლად შევა საქართველოს პარლამენტში და დაიბრუნებს ძალაუფლებას და ამ ქვეყნის მომავლის განსაზღვრელიც იქნება და ამ ქვეყნის ბატონ პატრონიც იქნება და არ იქნება ბატონ პატრონი ივანიშვილი. ივანიშვილს ეს უნდა, მაგრამ ეს ამაზე ვერ მიაღწევს. ქვეყანაში არჩევნები გაყავდა და ამ არჩევნებს არავინ ხელს არ უწევს, რომ გაფორმდეს. ეს არის ივანიშვილის პრობლემა, ყველაფერი უნდა და გარდა იმისა, რაც მან მიიღო ახლა საქართველოს პარლამენტში 90 ადამიანი, რომელიც სინამდვილეში წარმოადგენს უბრალოდ ერთ კაცს და ამ 90 ადამიანს უბრალოდ დაკავებული ექნება 90 სავარძელი. სავარძელს რა ფასიც აქვს? აი ეს ფასია თითოეული იმ დეპუტატის, რომელიც არის იმ სავარძელზე წამოსკუპებული. სხვა არც პოლიტიკური კაპიტალი აქვს, არც ზნეობა აქვს და არც მორალი აქვს და ცოტა ხანში ეს ყველაფერი დადასტურდება ქართველი ხალხის მიერ და ვინც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაში შესულა, ის ყოველთვის დამარცხებულა. უპირისპირდება ხელისუფლება ხალხს, ვინ იმარჯვებს? იმარჯვებს საბოლოო ჯამში ხალხი და გამონაკლისი ვერ იქნება დღევანდელი ვითარებაც. მადლობა დიდი.